კიდევ ერთხელ დავწმუნდით, რომ ქართული ოცნება მდგომარეობიდან არის გამოსული მათ შორის იმ სტრატეგიით, იმ კამპანიით, რომელსაც ძალადობას უპირისპირებს ოპოზიცია და ეს კამპანია ჩვენი რომელსაც ვაწარმოებთ, თავი და ბოლომდე შვიდობიანი და მხოლოდ ორიენტირებული საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. და შედეგად რას ვიგებთ? შედეგად ახლა ჩვენ გვაცნობეს ვიდრე ვიმყოფებით რუსთაველის გამზირზე, რომ დათო კირკიტაძეს შტაბს დაესხნენ თავს მოძალადეები, ქართული ოცნების აქტივისტები, პარტიის წევრები და ფიზიკურად გაუსწორდნენ დათო კირკიტაძეს შტაბის წევრებს, მათ შორის რუსთავის საკრებულოს მოქმედ დეპუტატებს და ორი მათგანი არის სამავტყუში გადაყვანილი. ვინ არის ეს ხალხი? სწორედ ის ხალხია, ვინც იძალა და ერთი კვირის წინ რუსთავში შვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, რომლებიც თავისუფლების მოედნისკენ მოემართებოდნენ რუსთაველის გამზირზე. არანაირი არ მოხდა მაშინ და შედეგად ეს გაკადნიერებული ხალხი ბედავს იმას, რომ უკვე ოფისზე ახორციელებენ თავდასხმას. მე მოუწოდებდი ჩვენს ხარდაჭერებს, ამორჩევლებს, ოპოზიციური ამორჩეველებს მხედველობაში სიმშვიდისკენ. ჩვენ არ უნდა ავყვეთ ქართულ ოცნებას დაპირისპირებაში, არ უნდა ავყვეთ გესლის თხევაში. ისინი არიან სუსტები, როგორც არასოდეს, მათ მშვენივრად იციან, რომ ისინი მარცხდებიან 30 ოქტომბერს და დაკარგეს ბოლომდე სახე, მაგრამ ამავე დროს მოვიტყობთ კატეგორიულად უახლოეს საათებში ყველა მოძალადე თავდასხმელი დათო კირკიტაძის შტაბზე დაისაჯოს კანონის სრული მოთხოვნითა და ძალით. ძალიან მნიშვნელოვანი და ამავე დროს მინდა ვისარგებლო შემთხვევით და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართოს სადამკვირვებლო მისიებს. ჩვენ მათთან გვექნება ახლა საუბარი სატელეფონო ამ ჩართვის შემდეგ, რომ ადგილზე თუ არის შესაძლებელი გამოცხადენ რუსთავში და მთელმა მსოფლიომ გაიგოს თუ რა არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, რომელიც 30 ოქტომბერს უნდა დავამარცხოთ, მაგრამ ჩვენი სურვილია შვიდობიანად დავამარცხოთ და არა ცემატყებით. ამიტომ მხოლოდ ყველა აკრედიტირებულ საქართველოში ჰქონდეს სწორი და დროული რეაქცია.